მიმდინარეობს თბილისიდან ლიანდაგის გადატანის პროექტი მთავარი ამოცანაა, რათა ქალაქის ცენტრი განვიკვირთოს სატრანზიტო მოძრაობიდან, როგორც სატვირთო, ასევე სამგზავრო. ამასთან ერთად სამგზავრო მიმართულების კომფორტულ დონეზე შენარჩუნებისთვის ეთდება აღმოსავლეთის მიმართულებით მიმავალი მგზავრებისთვის სადგური, ეგრეთ წოდებული ნავთობის სადგური, ხოლო დასავლეთის მიმართულებით მიმავალი მგზავრებისთვის იქნება დიდუბის სადგური. შესაძლებლობა და ასევე ამბიცია გარდა საქართველოს დედაქალაქისა იყოს გარკვეულწილად რეგიონის ცენტრი. და დღევანდელი პროექტი გვაძლევს ჩვენ ამ რეალური შესაძლებლობის განხორციელებას. დღეს იქმნება 21 საუკუნის თბილისი. ამ პროექტით იწყება განვითარების ახალი პერსპექტივა, რომელიც საბოლოო ჯამში თითოეულ თბილისელს მიცემს რეალურ შესაძლებლობას იცხოვროს ევროპული სტანდარტების ქალაქში. ტერიტორია, რომელიც თავისუფლდება, ყოფდა ქალაქის ორ დიდ რაიონს ერთმანეთისაგან. წარმოიდგინეთ, ახლა ნაძალადებში მისვლა შეიძლება მარტო ძველი მალაკნების ბაზრიდან და დიდუბის მეტროდან. დანარჩენი 3 კილომეტრიანი ზოლი არის სულ გამოთიშული, ასე ვთქვათ, არ არის ჩართული ქალაქის ინფრასტრუქტურაში. აი ამ უახლოესი 10-20 წლის განმავლობაში ქალაქის ცენტრი გადაინაცვლეს ამ ტერიტორიაში.